მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა მოვედი სახლში. დღესაც ადრე მოვედი. სხვაზე წავიდე. მე მივიდა თან დაგათვალიერებინებ რა გამოვაყოლე ხელს მაღაზიიდან, ესე მინდა არ მინდა. რაღაცას ვერ ზიდები რა. ეს არის ფრიზელე. ეხლა დღესაც მოვიტან დამჭდა 30 ევრო. ფრიზელე. საზამთრო აი სამხელაღი და 3.41. კაი, ჩამწიფებული საზამთროა. ტუნა მეგობრებო. სანტავიკი ჯოსტება მარტკინა ფეხები, თითები. კეჩუპი. გამოვაყოლეთ პამიდორი. ქათმის კატლეტები მეგობრებო. ამის ფასი არის 4.5. ერთო გაშლიტნებს ვერ უგულობ აშკარად. პეტერებულები. რძე. Coca-Cola. Coca-Cola და ასეთი ტირამისუ მეგობრებო. მოკლედ კითხვა დაისვა, რომ ბავშვების სკოლასთან იყონასთან დაკავშირებით რა. რასაბუთებია საჭიროა ბავშვების სკოლაში რომ მივიდნენ და როგორი სიტუაცია სკოლასიც გველაპარაკეო. სკოლაში არნაირი საბუთი არ დამჭირებია გარდა პასპორტისა, ანუ შეუძლია პასპორტი მივიტანე და всё. მე კი მქონდა საბუთები იქ სკოლიდან ცნობა, იქ ნიშნების ფურცელი, იქ სკოლიდან დახასიათება, რა ვიცი, მთელი თარგმნებით და აპოსტილის ბეჭდებით დარტყმული, მაგრამ არაფერი არ დამჭირებია. და სკოლაშიც ბავშვი თავი არ უგრძნია. ასე დაჩაგრულად რა. არ გაჭირვებია, იმიტომ რომ იცის ინგლისური ენა. და ელენესთან მთელი მასალა რაც აქვთ აქ იტალიური გაკვეთილები, ელენემდე მოდის ინგლისურ ენაზე. მასწავლებლები, ანუ ჩართულები არიან, რომ ყველაფერი გადაუთარგმნონ ინგლისურად და სწავლობს, ანუ საათშვები და ეხლა ამაზე რო დაეწუწოს. და მოკლედ ინგლისურად სწავლობს იტალიურს. იტალიურ მასალას სწავლობს ინგლისურ ენაზე. ასევე გამოუყვეს მასწავლებელი, რომელსაც ცალკე გაყავს და იტალიურში ცალკე ამეცადინებენ. ძალიან მომეწონა. და ყველანაირად ან ბავშვს აქ ცნობინებენ თავს კომფორტულად. ჩართული ყავთ ყველა აქტივობა. შეიძლება კი ცოტა რაღაცნაირი ისეთი მორიდებული ბავშვია, მაგრამ ძალიან მოსწონს. მოსწონს ესეთ დამოკიდებულება რო აქვთ, ანუ სპეცმასწავლებელს ეძახის ხოლმე რა, სპეცმასწავლებელი რო შემოდისო, სულ ეკითხება, აბა თავს როგორ გრძნობ, ხო არაფერი გიჭირს. ესეთი მზაობაა იმათ მხრიდან უკავშირი ძალიან მომწონს. ცდილობენ რომ მშობელიც ჩართონ, თუ რამე კითხვები აქვთ, რამე ან მიბარებენ სკოლაში, ან ბოლოს რო დამიბარეს რა, რო რამე რო იცოდეო, შეიძლება მოუწიოსო იგივე კლასის გავლა, რადგან ანუ მეორე სემესტრის ბოლოს მოუწია ფაქტიურად შესვლა 2 თვე ნახევარი მოუწია სიარული. მე რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან იყო მზაობა, რომ ანუ პრობლემა არ მქონდა ამასთან დაკავშირებით, როგორც საჭიროდ ჩათვლით,
როგორც ანუ ბავშვი თუ არის მზად გადაიყვან, თუ არ არის მზად არ არის პრობლემა. მაგრამ საბედნიეროდ ელენას ჩაუტარდა გამოცდები, ყველაფერში მიიღო თითქმის უმაღლესი ქულა და გადავიდა მომდევნო კლასში, თავის კლასელებთან ერთად არ მოუწია დარჩენა. არა დაუთხარი, რომ იცოდე მეთქი დედი შეიძლება მოგეწიოს თქო, ანუ იგივე კლასის გავლა, ანუ სხვა ბავშვებთან თქო რა და ჯერ ამ ბავშვებთან ერთად ადაპტაცია, ახლა კიდე სხვა ბავშვებთან, მაინც შევამზადე რა წინასწარ. და არ მოუწია, ანუ თავის კლასელებთან ერთად იქნება და ძალიან გაუხარდა. ექსკურსიაზეც იყვნენ წასულები. დილით რო წავიდნენ, ესე იგი 8-ის ნახევარზე საღამომდე იყვნენ წასულები, მშობლების გარეშე. ოღონდ აქ ბავშვები დაყავთ მშობლების გარეშე ექსკურსიაზე. დილით 8:30-ზე რო წავიდნენ, რომაზე მოვიდნენ ანა? საღამოს 9-ზე მოვიდნენ. ძალიან კარგით რო გაატარეს. კმაყოფილი იყო თვითონაც რომ მოვიდა რაღაცა აჟიტირებული იყო. ერთი სიტყვით ძალიან მომწონს აქაური სკოლაც. მასწავლებლების მიდგომაც, ჩართულობაც. უმიზესო გასცენები არ შეიძლება, სპეციალური პატარა წიგნა კი გვაქვს. თუ ბავშვი გააცდენ სკოლას, ხა რამდენიმე სულ ერთხელ მოუწია გაცდენა რა და ამ წიგნებში უწერთ მიზეზს თუ რატომ გააცდინა, რომ შემდეგ დირექტორთან შეაკვდა ხელს აწერენ, რომ საპატიო გაცდენაში ჩაეთვალოს. კიდე ეს შემთხვევა მქონდა, რომ ამ სკოლაში შეუძლოთა გახდა. ვითომ შეუძლოთა გახდა რა, ზუსტად იყო და წამოსვლა უნდა და ანუ ამ შემთხვევაშიც გვირეკავენ მთელი ფორმები, ანუ საქართველოშიც კი მასია, რომ უნდა შეაქვს რაღაცა ფორმები საფსუბენ მასწავლებლები და ისე გიშვებენ რა, ანუ ბავშვს ისე არ გატანენ, ისე უბრალოდ. აქაც ესე ფორმებია შესავსები, ხელი უნდა მოაწერდა, ისე უნდა წამოიყვანო ბავშვი. ერთხელ იყო, რომ მინდოდა ჩემთვის გამოიყვანა რა, გამოიყოლებინა, ანუ თეკლა მოყავდა და დამირეკეს. ანუ შენ და არის მოსულიო და ბავშვი გამოვატანოთო. ჩემი თანხმობის გარეშე არ გამოვატანეს ბავშვი სკოლიდან. ისე დამოუკიდებლად მიდის, დამოუკიდებლად მოდის. ანუ მონიშნული აქვს, რომ ბავშვი მშობლის გარეშე იulis სკოლაში. ანუ გამოპარო საშუალება არ არის. რო შევადეთ ჩაიკეტება 9 კლიტურში სკოლა. ესე გამოსვლის საშუალება არ არის, სანამ გაკვეთილები არ დამთავრდება. ჩართულები, ანუ აქ გაკვეთილების ხანგრძლივობა არის თითქმის 1 საათი, ანუ 1 ეგ მინუსი ელენის თვალში, მარტო რომ ანუ 1 საათიანი გაკვეთილები ტარდება. და შესვენებები არის პატარა. დილით 8:30-ზე ეწყებათ სწავლა და უმთავრდებათ ხან 14 საათზე, ანუ 2-ზე, ხან 14:30-ზე, ანუ გააჩნია რა. რახან თითო საათიანი გაკვეთილები ან იწელება რა, 6-7 გაკვეთილი გააჩნია რამდენი იქნება. ჩემი მხრიდან 100%-იანი შეფასება აქვს ამათ სკოლას. ესაც შეეხება ელენეს სკოლას და ანასტასიას ვნახოთ. სექტემბრიდან შევიყვან ამას უწევს. როგორ იცი, ჰაისკული უწევს. უკვე პროფესია იქნება არჩეული და მაგის მიხედვით იქნება გაკვეთილებიც, ანუ ასწავლიან პროფესიის განხრით და იმას რომ იქ რო დაამთავრებს, შემდეგ უკვე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტისთვის ამზადებენ ერთი სიტყვით რა, ისე არ არის საქართველოში. ყოლია რომ 12 კლასის სწავლიდა, ანუ რო არც დადის ნორმალურად, ანუ კი დადიან, მაგრამ მომზადებაში რომ მიდის წლები, ეხლა ან მოსამზადებელი იქნება ის 5 წლიანი სწავლება უწევთ მგონი თუ 3 წლიანი, ზუსტად არ ვიცი, ამას ვერ მოგატყუებთ, ხა, ამას რო გავირკვევი სექტემბრიდან რომ მივიყვან, მაგასაც მოგაწოდით ინფორმაციას ჩემო კარგებო. ესაც შეეხებოდა სკოლას ჩემო მეგობრებო. ეხლა სიყვარულს გავიკეთებ. მოსულიერდები.
მიხარია საღამომდე სახლში ვარ. ამ სახლში გასვლა რო არ მომიწევს. გარეთ. გაგემშვიდობება ჩემო მეგობრებო. თუ რამე აქტივობა მექნება დღის განმავლობაში, ამასაც ჩავიწერე და გაგიზიარებთ. ეხლა ვცდილობ რომ არაფერი ისეთი არ გავაკეთო ან ხელით რაღაცა ისეთები არ მომოწრავო რომ ხმაური არ გამოიწვიოს. დაგემშვიდობებით მეგობრებო, დროებით ვიზარდებით ნელა-ნელა და ძალიან მიხარია. ანასტასიას რაღაცა გეგმები აქვს, რომ ისე გავაკეთოთ და ნახოთ რა გამოგვივა. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა მოვედი სამსახურიდან სახლში და დამხობა შეინის პოსტა მოსული. ანასტასიამ გამოიწერა. მიკროფონიაო მითხრა დასადები. დასაგრამოთო, ტელეფონ დასამაგრებელია და ეს კაპა გამოწერა. ვებია. თეთრი ფერის არის, კაია. მომწონს აქედან რო ვიწერთ. სადღაც კვირა ნახევარში, ერთ კვირაში სახლშია ხოლმე მოსული შეინი. ძალიან ლამაზია, მეგობრებო. შეაფასეთ, უბრალოდ დასაუთავებელია. თეთრი ზარაფანი. კარგია, გოგო, თან სტრეიჯია. ან მატერია არის, ან ჯინსის მატერია, ოღონდ სტრეიჯი. შვიდობაში დედუცი. ეს არის მიკროფონი? მიკროფონი მეგობრებო. ანუ ჩემზე სერიოზულად ფიქრობს ეს ბავშვი. 2 ცალია. 2 გამოწერე. ვაუ. ამის შემდეგ ესე ვიქნები ხოლმე რა. მე დავუმღამებ ერთი როგორ უნდა. როგორ უნდა გავუკეთო? აქ უნდა დავიმაგრო? ხო, მე როგორ 2 წამიდი რა. მე ანუ აქ დავიმაგრებ ხოლმე რა. დავტესტოთ, მაგრამ ეს უბრალოდ ესე უნდა ამოიღოთ აქედან. კიდეჩი მიაზერ არის. ანუ ეს გასაკეთებლები მოყვება. რომ ამა ეს ახშობს ქარისხმას და ეს დამტენი მოყვება აქ. აქედან დამოიღოთ ეს. ეს უნდა შეერთოთ ტელეფონზე მეგობრებო. და გადამყვანია. ეს მოვაძროთ ეს რაღაც სტიკერი. ან ჩვენ უკვე აღარ ხუმრობ. ანასტასია ძალიან პროფესიონალურად მომიდგა მეგობრებო. რა საყვარელი პირსინგებია. რამდენია რა. ის პეწკუნტელა პირსინგები ნახეთ. რა საყვარლობებია. ეს ახლოდან. თვლებიც აქვს, ძალიან ლამაზია. მეორენაირი პირსინგებიც არის. ეს უკვე და ეს როგორ უნდა გავუკეთო? ესე ვანახოთ. ეს ძალიან ჩვეულებრივი ისეთი პირსინგებია. ესიც ძალიან ჩვეულებრივი მრგვალები. ოკეი, კიდე რა არის? კიდე ის უნდა იყოს დასადგამი კამერის. მეც დავისვენებ მერე და თქვენც დაისვენებთ მეგობრებო. ახლა მე კამერას დავამაგრებ. აი მას ძლივს ჩააცვა მგონი. ძალიან რთულია ეს. ვაუ, და დასადგამი. აბა მოხეთ ეს როგორია. ეს რა, ამას აწყობები დაამბებია და მერე დავამღამებ მეგობრებო. ეს ერთი რაღაცა ნაწილი. ეს მეორე რაღაც ნაწილი. ანუ სულ ეს 2 ცალია? რაღაცა სხვა იქნება. მაგაზე დავამაგრებთ, ალბათ უკვე მივხვდი. მესამე რაღაცა. უკვე მივხვდი. ანუ ესე იქნება, ალბათ აქ კამერას დავამაგრებთ და ამას სადმე ჩამოვაწყავთ. აზიარა ვარ რა. მოკათამებს დავამოყავთ მეგობრებო. სამშვენიერი შენაძენია მინდა გითხრა. ამ ვიდეოს ახლა მიღება გუშინდელ ჩაწერილ ვიდეოსაც მეგობრებო. საინტერესო ინფორმაცია მაქვს ვიდეოშიც და გაგიზიარებთ. დავტესტოთ მეგობრებო, აბა ისმის ხმა.
ჩანაწერში ვნახავთ როგორ ისმის. აბა მეორეც არის. მომწონს ისე, მაგრამ ესე რა არის? ესე უნდა მეჯაროს ხოლმე. აქ გავიკეთოთ. რამდენად? ან ესე უნდა მქონდეს? ისმის მეგობრებო ხმა? ან ორი ცალი მოვიდა. აბა ეხლა მეგობრებო მაგარია. ეს მეორე მეგობრებო, რომლის ხმა ჯობია ეხლა? ამის თუ ამის? ან იმას რაღაცა ჩამოვაცვით და ბურტყლები. კარგად ისმის ხმა? მგონი ამითი ჩურჩულთაც ვილაპარაკებ. ნახოთ. შემიფასეთ მიკროფონის ხმა. აღარ მომიწევს ყვირილები. მეგობრებო, ნახეთ რა საყვარლობა დასადგამია. ძალიან მომწონს. ეხლა პლანშეტი ავიღე რომ რაღაც ანარეკლი გამეკეთებინა. ძალიან საყვარლობაა, მოკლედ. შეიარაღებული ვარ უკვე სრულიად. ხო საყვარლობაა. დროებით.